სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია პატიმართა წამების ფაქტებზე ყვება. პირველი პრეზიდენტის შვილი ახლა უკვე სხვა პატიმრების დახმარებას ითხოვს. თვითმხილველის მონაყოლის, სისხლის გუბეების საკნებში, ახალი ნაოპერაციები, ადამიანების სასტიკიცემა და შემზარავი ხმები მეზობელი საკნებიდან. ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ ქართულ ციხეში მოხვედრილი ყველა პატიმარი სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, მათ შორის ფსიქოლოგიურსაც. ცოტნე გამსახურდია სამწლიანი პატიმრობის შემდეგ დაჯდომა უჭირს. ყვება ციხეში შეძენილ დაავადებათა შესახებ. ამბობს, რომ ამჟამად არანაკლებ მძიმე დიაგნოზის მქონე პატიმრები მკურნალობას საჭიროებენ. ძველსახსროვან სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები, ხერხემლის დაზიანება, მოტეხილობები და ასევე რაც ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვიძლის ფიბროზის მესამე სტადია. რაც ბევრი არაფერი უკლია, ასე ვთქვათ, ციროზამდე. ეს არის ჩემი დაავადებების არასრული ნუსხა, მაგრამ არიან იქ ადამიანები, რომლებთაც ასე რომ გითხრათ, ამანათის მომდანიც კი არ აყავდათ. პირველი პრეზიდენტის შვილი პატიმართა წამების იმ ფაქტებს იხსენებს, რომლებსაც ციხეში თავად შეესწრო. ჩემს თვალწინ ერთ-ერთ საკანში მყოფ პატიმარს თუ არ ვცდები, მისი გვარი უნდა ყოფილიყო წერეთელი, რომელიც იმჟამად ერთ-ერთ საკანში იმყოფებოდა მე-18 დადასებულებაში. შეუვარდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები ყვირილით, შენ ვინ გიკითხავს მაგას, რაც გამოწვეული იყო, როგორც მე მივხვდი იმით, რომ იგი რაღაც წამალს ითხოვდა და ლოგინში სცემეს ახალი ნაოპერაციები ადამიანი, რომელსაც ნაკერები ჰქონდა დადებული. დიახ, მოვარდა ხმაურზე ვაჟა ცხვედიანი, იმჟამინდელი დირექტორის მოადგილე და ცხვედიანმა კიდევ სცემა ეს ადამიანი, მე ვხედავდი როგორ უწყალდნენ მას, ისმოდა სასინელი ხმები და აი ასე ვთქვათ, ჩააკლეს რომ იტყვიან ლოგინში. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ პატიმრებს თერაპიული მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია გათავისუფლების შემდეგაც სჭირდებათ. მათ თუ ფსიქოლოგიურად ვერ განიცადეს ის, რომ მათი აი ამ დაავადებების, აი ამ ინვალიდობის, ამ განუკურნელი სცენის ავტორები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გადატანითი მნიშვნელობით, ეს ადამიანები წარდგებიან სასამართლოს წინაშე და დაისჯებიან, მათ ჩვენ ნორმალური მკურნალობაც რო დაუნიშნოთ, ვერ განიკურნებიან, იმიტომ რომ მათი მთავარი პრობლემა, აი ფსიქოლოგიური პრობლემა არის ის სტრესი, რომელიც მათ მიაყენეს. იურისტები მსჯავრდებულებს ურჩევენ წამებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საკითხი სასამართლოს წინაშე დააყენონ. წამების სხვებს შეუძლიათ ასევე მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კომპენსაცია. ფულადი კომპენსაცია იმისათვის, იმ ზიანისთვის, რაც მათ მიადგათ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად, ოღონდ ეს მას შემდეგ, რაც დადასტურდება, გამოძიება დაადასტურებს, რომ ხორციელდებოდა წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი ბრალეული პირების გამოვლენა მოხდება. საქართველოს ციხეებში დღეისათვის 25,000-მდე პატიმარი იხდის სასჯელს. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 20% კი წამების მსხვერპლად არის მიჩნეული.